გამარჯობათ, მე ვარ ბექა. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც 0 ლარით იწყებს ბიზნესს და ყველაზე ძვირადღირებულ ლოკაციაზე მთელს თბილისში ხალხს ემსახურება. და ისინი კმაყოფილები მიდიან. აი ასე გავაკეთე ეს ყველაფერი. ყველაფერი აქედან დაიწყო. ალბათ წელზე მეტი იყო მიტოვებული სივრცე, რომელიც უმოკლეს დროში, ფაქტობრივად საათებში უნდა გადამექცია ძვირადღირებულ ბარ-რესტორნად. თან ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე. ჩემი დევიზი ყველამ კარგად იცის, რომ შეუძლებელი არაფერია, ამიტომ საქმეს შევუდგე. მე მჭირდებოდა დისტრიბუცია, ბარისთვის ალკოჰოლი, ზაფხულის კოქტეილები, რაც აუსუხდება. ამასთან ლუდი და სნეკები, რომ ყველანაირ გემოვნებას მოვგებოდით. მაგრამ მარტო სასმელები არ კმარა. საჭირო იყო ხარისხიანი კერძები. ამისთვის კი შესაბამისი ადამიანის პოვნა იყო მნიშვნელოვანი. და ბოლოს, მომსახურება. ეს ის დეტალია, რაც ყველაფერს განსაზღვრავს. სერვისი, დამოკიდებულება, ენერგია, სწორედ ამიტომ მომსახურების პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავლა. ამ პროცესში მარტო არ ვიყავ. ჩემ ოჯახთან ერთად თავს დაუმარცხებლად ვიყავ. ამიტომ ამოვიღეთ ჩვენი პატრიოტის სმარტფონები, გავაკეთეთ რამდენიმე ზარი და პარალელურად დავიწყეთ ძიება. გავწევრიანით ყველა საჭირო ჯგუფში სოციალური ქსელების და დაურეკეთ 10-მდე ზარებს. ფაქტობრივად HR-ის როლებიც მოვიღეთ. ბოლოს კი, როცა ვიპოვეთ ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მოერგო ჩვენს ხედვას, მას ხელი ჩამოვარდეთ. თავდაპირველად შევჯერდით ბრანჩ მენიუზე, უფრო სალათების ხაზი, მაგრამ მალევე დავამატეთ სტეიკი და ქართული კერძებიც. როგორც აღმოჩნდა, მოთხოვნა ყველაზე მეტად სწორედ ქართულ ხაზზე წამოვიდა. კოქტეილები კი რა თქმა უნდა კლასიკური და ხარისხიანად შედგენილი იყო. ზუსტად ის, რაც აუზის ატმოსფეროს უხდება. და კინაღამ გამომჩა. უგემრიელესი ყავის ათობით სახეობის ასორტიმენტი. და ამასთან ანა, რომელიც იდეალურად ამზადებდა საფირმო ცივ ყავას, ფაქტიურად ხატავდა მას და იპყრობდა მომხმარებლების გულს. პირველივე დღეს აუსთან დიდი ივენთი ჩატარდა. ერთ-ერთ ჯგუფს 1000-ობით ლარი გადაუხადეს იმისთვის, რომ ხალხი გართობილიყო. ჩვენ კი შევედით კერძებით, მაგრამ თვითონ ღონისძიება იმდენად სტანდარტული და ერთპეროვნული აღმოჩნდა, რომ იყო პირველივე წუთებში გამიჩნდა აზრი. რატომ არ გავაკეთო მე? როგორც კი ადმინისტრაციისგან დასტური მივიღე ერთი კვირის თავზე მოვაწყე ღონისძიება, რომელიც სრულიად სხვანაირი იყო. გავაკეთე ეფექტურად, ხარისხიანად და იცით რა? დავხარჯე 0 ლარი. ყველაფერი მოვახერხე ბარტერებით, მეგობრების დახმარებით და ჩემი 100%-იანი ჩართულობით. და რაც მთავარია, ივენთმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ აუზში გაშვებული კაფების ჩანჩქერი იდეალურად ერწყმოდა საფრის ბუშტების შოუს, რომელსაც 3 მეტრიანი დათვები ატარებდა. წყალში გაბერილი უზარმაზარი ბურთები კი ვიზუალში იდეალურად ჯდებოდა, სადაც შეგეძლო შესულიყავი და წყალზე გერბი. ამასთან ერთად ჩვენი კერძები და კოქტეილები სრულ ჰარმონიაში იყო ატმოსფეროსთან. მაღალი დონე, განსხვავებული ხედვა და ნულოვანი ბიუჯეტი. ფინალი კი გრანდიოზული იყო. ცეცხლების შოუმ შემოიტანა ენერგია, ხმაური და ემოცია. და ისინი სპონსორზე რომ პარალელურად ბარის მენეჯმენტი გამართული უნდა ყოფილიყო. მოდი მოკლედ დისტრიბუციის შესახებ. ალკოჰოლში რომი, ტეკილა, ბლუკურაკაო და სპირტული სასმელები 500 ლარამდე დაჯდა. 200 ლარის წინასწარ გადახდის პირობით. ლუდსახარში ნატახტარი, რომლებმაც დააგვიანეს 3 დღე, თუმცა მოიტანეს დიდი მაცივარი, კარგად დაბრენდილი ქოლგა და ხარისხიანი ლუდები, რომელიცაა კორონა, ლეფი, სტელა და სხვა. ჩვენ პირველ ეტაპისთვის ავიღეთ 500 ლარამდე პროდუქცია, მთლიანად ბოლოს გადახდის პირობით. მაცივარი დაზიანებული გამოდგა, ამიტომ მის შეცვლას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდა. მიუხედავად დროში აცდენებისა და დაგვიანებული დისტრიბუციისა ნატახტარს დადებითად შევაფასებდი, რადგან ბოლომდე შემოვიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთის კარამდეც კი გამოვიდნენ. მათ გააცნობიერეს, რომ პროდუქციის ამოყიდვაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი იყო, რომელიც მათ პროდუქციას იღებდა. ამიტომ მათი ქულა მათ. მაგიდების ნაკლებობის გამო მოვიხმეთ პეპსი, ვინაიდან კოკაკოლას ცოტა თავში ავარდნილი სტატუსი აქვს. თუმცა პეპსიც არ აღმოჩნდა ნაკლები. ახალი ბრენდ მენეჯერის და მაღალი ხარისხიანი ინვენტარის მოტანის პირობით წინასწარ ფულის გადახდაზე შევთანხმდით. კონსიგნაციაზე კი უარი განგვიცხადეს. მოტანილი მაგიდები და სკამები იმდენად დაბალხარისხიანი იყო, რომ ვინანეთ. თან ყველგან სადაც შეიძლებოდა პეპსის ლოგოთი და წარწერით იყო დაბრენდილი. მოკლედ, პროდუქტი აღარ ავიღეთ, ვინაიდან ისინაც ჰქონდა სნეკები და გამაგრილებელი სასმელებიც, ამიტომ სხვა ლოკაციაზე გადასვლა შევთავაზეთ, სადაც გადავიტანით ინვენტარს და პროდუქციის შეძენასაც იქ დავყიდეთ. მათ კი მაშინვე უარი განგვიცხადეს, ამიტომ პეპსის ვერ გაუწევდი რეკომენდაციას. შუა კვირაში გრანდიოზული ივენთამდე მოვაწყე ქართული კერძების მასტერკლასი, ჩაშიშვილი და ქათმის მწვადება. შეფმა და მისმა დამხმარემ პრეზენტაბელურად მოამზადეს და სერვირება გაუკეთეს უგემრიელეს კერძებს. ხალხის თვალწინ მზადდებოდა და თითოეული კერძი განსაკუთრებულად წარსდგა. მე კი იქვე ვიდექი, ბედნიერი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი შევძლებდი.
რთულია გადმოვცე, საიდან მოვიტანე ამდენი ინვენტარი, როგორ უხდით ის შეფებსთან, ყველაფერი საათების განმავლობაში უნდა დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. მაგრამ როცა საკუთარ გონებას აიძულებ, რომ უნდა შეძლო, ის აუცილებლად გაძლევს ძალას. ჩემთვის დიდი გაკვეთილი. გაკვეთილი იმის, რომ ბიზნესი არ იწყება ფულით, ის იწყება ნდობით, ხედვით და გამბედაობით. შეუძლებელი მაშინ ხდება, როცა შენ 100%-ით ხარ ჩართული და როცა შენი თავის გჯერა სხვებიც იწყებენ წმენას. და შედეგიც აქ არის. მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით ნულოვანი ბიუჯეტი ინვესტიციად გვექცია. საჭირო სამზარეულოს ინვენტარი მიგვეღო. სტუმრებისთვის ფანჩატურები შეგვეძინა. ფორმები დაგვებრენდა და საკუთარი სტილი შეგვექმნა. ამასთან ერთად განვითარების გზა დაგვესახა. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევქმნით ხარისხიანი ბრენდი, რომელიც მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში იმდენად ჩამოყალიბდა, რომ თავისუფლად ემსახურებოდა ყველაზე პრეტენზიულ სეგმენტს. იმ სეგმენტს, რომელიც მიჩვეულია მხოლოდ უმაღლეს სტანდარტს. ეს არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ როცა ხედავ, მოქმედებ და ბოლომდე გჯერა შეუძლებელი უბრალოდ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევქმნით ხარისხიანი კონტენტი, გავაცოცხლეთ სივრცე და მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავიყვანეთ, ყავდა ხშირი და კმაყოფილი ერთგული კლიენტები, ადმინისტრაციაში მოხდა რაღაც გაურკვევნება. გაჩნდა ბევრი უადგილო პრეტენზია ვიზუალურ სტანდარტებთან დაკავშირებით. ჩვენ მათი ლოგო ჩავსვით ნიუსლეტერში და ირგვლივ მაცხოვრებლებს Telegram ჯგუფში გაურეკლამეთ ჩვენი სივრცე. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადმინისტრაციაში და როცა კონტრაქტი მოვითხოვეთ, ადმინისტრაცია მოულოდნელად და უმიზეზოდ დაგხვდა. მაგრამ მთავარი გაკვეთილი იყო ის, რომ ბიზნესი ყოველთვის რისკებთან არის დაკავშირებული. რისკის გარეშე ბიზნესი უბრალოდ არ არსებობს, თუმცა აუცილებელია მათი დაზღვევა. მე კი ყველა რისკი დაზღვეული მქონდა. და მაინც, ბოლო დღეს, ჩვენმა ნავაჭრმა 1000-ობით ლარს მიაღწია. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, სადაც ნულოვანი ბიუჯეტით შევძელით ინვესტიცია შეგვექმნა. და ბიზნესი გვექცია ნამდვილ პროექტად. ამ ყველაფერმა დამანახა, რომ ხანდახან ყველაზე დიდი მოგება სწორედ გამოცდილებაა. ის, რაც გეხმარება მომავალში ნებისმიერი წამოწყებისთვის. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. გავუწევთ ჩვენი არხის გამოწერა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყველას წარმატებებს გისურვებ. ჩვენ კი არასდროს დავნებდებით და გადავალთ ახალ ეტაპზე. Backup.